ზამთრის არდადაგების შემდეგ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ბავშვთა საფეხბურთო მწვრთნელები წელს პირველად შეიკრიბნენ. ცნობილმა სელექციონერებმა ბახვა ამბიძემ და დავით სოლოღაშვილმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს. მწვრთნელთა საბჭოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2026 წელი გაცილებით დატვირთული და ნაყოფიერი იქნება, რადგან გურჯაანის სპორტული გაერთიანების აღსაზრდელებს საქართველოში გამართულ ყველა ასაკობრივ ჩემპიონატსა თუ ფესტივალში მონაწილეობის მიღება მოუწევთ. მუნიციპალიტეტში ფეხბურთის შემდგომი განვითარების კონცეფციის შექმნის იდეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონხულაშვილს ეკუთვნის. Konda შეკრება მწვრთნელებთან დავსახეთ მომავალი მიზნები ამ წლის კახეთის ჩემპიონატის ჩატარება შარშან ნაყოფიერი წელი ჰქონდა ჩატარდა კახეთის ჩემპიონატი საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ჩემპიონი გახდა 2013 წელს დაბადებული ბავშვები და ჩავატარეთ აგრეთვე საერთაშორისო ტურნირი რომელსაც ქვია კახეთის თასი და გვინდა ეს გავაკეთოთ ყოველწლიურად ტრადიციული ალბათ ჩავატარებთ ამას აგვისტოში და ყოველ წელს იქნება საერთაშორისო ტურნირი. ვარჯიშებს დავიწყებთ უახლოეს ხანში, მწვრთნელები გაფრთხილებულები არიან და ალბათ აპრილის თვეში დავიწყებთ კახეთის ჩემპიონატს. გვინდა 8 მუნიციპალიტეტის მონაწილეობა აუცილებლად 3 ასაკში. ეს ასაკები იქნებიან 2013 წელს დაბადებულები, 2014-15 წელს დაბადებულები და 2017-18 წელს დაბადებული ბავშვები. ამ ყველაფრით ვაპირებთ გურჯაანში ისევ ავაღორძინოთ ფეხბურთი და ის ტრადიციები, რაცა გურჯაანის ალაზანს, ეს ყველაფერი რომ დაბრუნდეს ისევ და ვიხილოთ გურჯაანის ალაზანი უმაღლეს ლიგაში. თუ არ დავიწყეთ ბავშვებიდან, აზრი არ ექნება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ადრეც გურჯაანის ალაზანში, როცა უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, თითქმის 70% იყო ადგილობრივი ფეხბურთელი და ეხლაც ვაპირებთ იგივეს გაკეთებას. როგორც დათო სოლოღაშვილმა მოგახსენათ, ჩვენ ჩავატარეთ ტურნირები, საერთაშორისო ტურნირები. ამ წელსაც იგეგმება იგივე, რა თქმა უნდა, ბავშვები ყველანაირად დატვირთულები იქნებიან. და ამის გარდა მე მინდა ხაზი გაუსვა ფესტივალს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. სადაც ყველა ბავშვი, აბსოლუტურად ყველა ბავშვი, ვინც კი ჩართულია გურჯაანის ფეხბურთში, ყველა ბავშვი მიიღებს მონაწილეობას და არც ერთი ბავშვი არ დარჩება თამაშებელი. თავისთავად ჩვენ ვაკვირდებით, დავდივართ, უყურებთ პერსპექტიულ ფეხბურთელებს, ვაყალიბებთ შედარებით უფრო ძლიერ გუნდებს, რა თქმა უნდა, ეს პირობითად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ბავშვი ძალიან სწრაფად ვითარდება, შეიძლება მეორე გუნდში იყოს, ასე ვთქვათ, და მერე უცებ პირველში მოხდეს და ასე შემდეგ ბევრი მაგალითებია ამისი. რაც შეეხება გურჯაანის ინფრასტრუქტურას, ჯერჯერობით ვარჯიშობენ ისევ ძველმოედნებზე, რაც აქამდე იყო, მაგრამ როგორც ვიცით, სახელმწიფოსგან დაანონსებულია ძალიან დიდი დაფინანსება და განვითარება, ახალი სტადიონების შენება, ძველის კარგად მოწყობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გურჯაანშიც ახლომომავალში იქნება ეს სათანადოდ გაკეთებული, რაც ჩვენს ხელს შეგვიწყობს უფრო კარგად მუშაობის, ბავშვების უფრო კარგად განვითარების და ჩვენ რაც მოვახერხეთ აქამდე, მინდა ერთ ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომ გურჯაანის მერიის ხელმძღვანელობის გარეშე, ბატონი გიორგი მაჭავარიანის გარეშე, IP-ის უფროსის ბატონი გელას, მისი მოადგილის ბატონი გიას ამისულაშვილის ხელშეწყობის გარეშე, ამას რა თქმა უნდა ვერ მოახერხებდი, გავიჭირდებოდა.